ტელერადიო კომპანია Georgian Times-ი წარმოგიდგენთ. სოფლიო ისტორიის გაკვეთილები. მეორე პუნიკური ომი. ნაწილი მე-6. ქრისტეს შობამდე 200 წელს ზამასუელზე განცდილი კატასტროფის შემდეგ კართაგენს წინააღმდეგობის გაწევის არავითარი რესურსი აღარ გააჩნდა. ერთ დროს მრიცხანე იმპერია, რომელმაც რომი დაღუპვის პირას მიიყვანა, ახლა თავად აღმოჩნდა ყოფნა არ ყოფნის ზღვარზე. ქალაქში მძიმე ატმოსფეროს უფევდა. მოსახლეობამ და სენატმა საბოლოოდ გააცნობიერეს, რომ შემდგომი სამხედრო წინააღმდეგობა მხოლოდ კართაგენის სრულ განადგურებას გამოიწვევდა. არჩევანი აღარ არსებობდა. გადარჩენის ერთადერთი გზა კაპიტულაცია იყო. კართაგენმა რომში მშვიდობის თხოვნით ელჩები გაგზავნა, თუმცა ამჯერად დიპლომატიური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობდა. პირობებს ულტიმატუმის ენით გამარჯვებული მხარე რომი კარნახობდა. მომდევნო წელს რომსა და კართაგენს შორის ოფიციალურად დაიდო სამშვიდობო ხელშეკრულება, რომლის პირობაც იმაზე დამამცირებელი და მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე ვინმე წარმოიდგენდა. 17 წლიანი სისხლისმღვრელი ომის შედეგად კართაგენმა დაკარგა ესპანეთი და ყველა ზღვისგაღმა სამფლობელო, რითაც მისი გავლენა მხოლოდ აფრიკის მცირე ტერიტორიით შემოიფარგლა. ქალაქ სახელმწიფოს აეგრძალა ყოველგვარი დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის წარმოება და ომის დაწყება რომის ნებართვის გარეშე. ამასთანავე, რესპუბლიკამ კართაგენს ჩამოართვა მისი უმთავრესი სამხედრო სიძლიერე, მთელი ფლოტი და საბრძოლო სპილოები. კართაგენმა, როგორც საზღვაოზე სახელმწიფომ, არსებობა შეწყვიტა. მეორე პუნიკური ომის ფინალმა რადიკალურად შეცვალა მსოფლიო წესრიგი. რომი ხმელთა შუა ზღვის აუზის ერთადერთ უალტერნატივო ჰეგემონად იქცა, რამაც საფუძველი ჩაუყარა მომავალი მსოფლიო იმპერიის ეპოქას. რომთან ზავის დადების შემდგომ კართაგენში პოლიტიკური ვითარება კიდევ უფრო გამწვავდა. საზოგადოების ნაწილი სამხედრო კრახში ჰანიბალს ადანაშაულებდა. სახელოვანი მხედართმთავარი აცნობიერებდა, რომ სამშობლოში მზარდი ოპოზიციის მხრიდან სერიოზული წინააღმდეგობა ელოდა. მიუხედავად გარკვეული უკმაყოფილებისა, ხალხის უმრავლესობა მას კვლავ უდიდეს პატივს სცემდა. რესპუბლიკას სჭირდებოდა ავტორიტეტული და პოპულარული ლიდერი, ასეთი კი უპირობოდ ჰანიბალი იყო. ჰანიბალი ქვეყნის უმაღლეს ხელისუფლად სუპეტად აირჩიეს. მიუხედავად ომში განცდილი მარცხისა, მას ბავშვობაში დადებული ფიცი არ დავიწყებია. როგორც სახელმწიფოს მეთაურის, მისი ყოველი საჯარო გამოსვლა რევანშისტული პოლიტიკით იყო გაჯერებული, რაც ქვეყნის შიდა და გარე მტრების წინააღმდეგ დაუნდობელ ბრძოლას გულისხმობდა. ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, ჰანიბალმა მმართველ ფენებსა და ეკონომიკურ სფეროში ფუნდამენტური რეფორმების გატარება დაიწყო. პარალელურად, მან აქტიური დიპლომატიური კავშირი დაამყარა სირიის სამეფოს მმართველთან, ანტიოქე მესამესთან. რომში მალევე მიხვდნენ, რომ ჰანიბალის მეთაურობით კართაგენი კვლავ საშიში კონკურენტი ხდებოდა. რესპუბლიკამ პირდაპირი ომის ნაცვლად ვერაგულ ტაქტიკას მიმართა. მათ კართაგენული სენატის ოლიგარქიული ფრთა ჰანიბალს დაუპირისპირეს. შიდა პოლიტიკური ინტრიგებისა და რომაული მუქარის ფონზე ჰანიბალი იძულებული გახდა სამუდამოდ დაეტოვებინა სამშობლო. მან გეზი აღმოსავლეთისკენ, კერძოდ კი სირიისკენ აიღო, სადაც ანტირომაული კოალიციის შექმნას იმედოვნებდა. სირიის სამეფოს კარ შეფარებული ჰანიბალი მეფე ანტიოქეს მთავარი სამხედრო მრჩეველი გახდა. ის მონარქს დაჟინებით სთავაზობდა რადიკალურ სტრატეგიას, რომელიც ომის კვლავ იტალიის მიწაზე გადატანას გულისხმობდა. ჰანიბალს სჯეროდა, რომ რომის მოდრეკა მხოლოდ მისსავე კედლებთან იყო შესაძლებელი, თუმცა ანტიოქე ეჭვითა და შიშით უყურებდა სარდლის გენიას. საბოლოოდ, რომის გრძელი ხელი ჰანიბალს აღმოსავლეთშიც მიწვდა. 60 წელს მიღწეულმა სარდალმა თავშესაფარი ჯერ სომხეთში მოიპოვა, შემდეგ კი ბითინიის სამეფოს შეაფარა თავი. თუმცა სადაც არ უნდა წასულიყო, რესპუბლიკის აჩრდილი მუდამ თან დაჰყვებოდა მას.
როდესაც რომაელებმა ბითინიის მეფეს ჰანიბალის გადაცემა კატეგორიული ულტიმატუმით მოსთხოვეს, 64 წლის მხედართმთავარმა გააცნობიერა, რომ მისი მრავალწლიანი ოდისეა დასასრულს მიუახლოვდა. ის მიხვდა, რომ სოფლიოში აღარ დარჩა ადგილი, სადაც რომის დაუნდობელ შურისძიებას დაემალებოდა. ერთ დროს უძლეველი სარდალი, რომლის სახელიც რესპუბლიკას შიშის ზარს სცემდა, ახლა საბოლოო და გარდაუვალი მარტოობის წინაშე აღმოჩნდა. მან საკუთარი სახლის ფანჯრიდან დაინახა, რომ რომაელი ლეგიონერების მიერ სრულ ალყაში იყო მოქცეული. სანამ მეომრები მასთან შეიჭრებოდნენ, ჰანიბალმა ბეჭედში შენახული საწამლავი დალია. მომაკვდავი მხედართმთავრის უკანასკნელი სიტყვები წარე ირონიით იყო გაჯერებული. მე რომმა კი არა, კართაგენის სენატმა დამამარცხა. დავათავისუფლოთ ძველი შიშისაგან რომაელები, რომლებიც მოუთმენლად ელიან მოხუცის სიკვდილს. ჰანიბალის აღსასრულით დასრულდა მთელი ეპოქა. სიმბოლურია, რომ სწორედ იმავე წელს სამშობლოსგან შორს გარდაიცვალა მისი უდიდესი მოწინააღმდეგე სციპიონიც. სციპიონ აფრიკელი. სწორედ ამ საპატიო წოდებით შევიდა იგი მსოფლიო ისტორიაში მეორე პუნიკური ომის დასრულების შემდეგ. აუცილებლად აღსანიშნავია, რომ სციპიონი იყო ერთადერთი მხედართმთავარი, რომელმაც ჰანიბალის გენიალური ტაქტიკა შეისწავლა და ის თავად ავტორის წინააღმდეგ გამოიყენა. მან ჯერ იბერიის ნახევარკუნძული გაათავისუფლა კართაგენელთა ბატონობისაგან. შემდეგ კი ომი აფრიკის კონტინენტზე გადაიტანა. ზამაზ ბრძოლაში მოპოვებული გადამწყვეტი გამარჯვებით, მან რომი ხმელთაშუა ზღვისპირეთის ერთადერთ ჰეგემონად აქცია. რესპუბლიკაში დაბრუნებულ სარდალს არნახული პატივითა და დიდებით შეხვდნენ. სციპიონი რომის ყველაზე პოპულარული და გავლენიანი ფიგურა გახდა. თუმცა სწორედ ამ უზომო აღიარებამ განსაზღვრა მისი დაცემა. მას ძლიერი პოლიტიკური ოპონენტები გამოუჩნდნენ. მოწინააღმდეგეები შიშობდნენ, რომ სციპიონის გავლენა საფრთხეს უქმნიდა რესპუბლიკურ წყობას და ის შესაძლოა დიქტატორი გამხდარიყო. დაიწყო სციპიონის მიზანმიმართული დევნა და დამცირება. მისი ღირსებისა და მოპოვებული ტიტულების შებრალვის მცდელობა. საბოლოოდ, ბედის ირონიით მასაც ჰანიბალის მსგავსი ხვედრი ერგო. სამშობლომ, რომლის გადასარჩენადაც მან ყველაფერი გაიღო, მასზე უარი თქვა. იმედგაცრუებულმა სციპიონმა დატოვა რომი და სიცოცხლის ბოლო წლები სამხრეთ იტალიაში ნეპაყოფლობით გადასახლებაში გაატარა. გარდაცვალების წინ მან დაიბარა, რომ მის აკლდამაზე შემდეგი სიტყვები ამოეკვეთათ. უმადურო სამშობლო, შენ ჩემს ძვლებსაც კი არ იმსახურებ. ისტორიამ დაამტკიცა ერთი სასტიკი ჭეშმარიტება. რომი არაფერს ივიწყებს და არაფერს პატიობს. ჰანიბალის ფენომენალურმა ცხოვრებამ, მისმა ბრწყინვალე გამარჯვებებმა და პირადმა ტრაგედიამ საბოლოო ჯამში კართაგენის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. იმ სამყარომ, რომელიც ჰანიბალმა შექმნა, სამყარომ, სადაც რომი პირველად დადგა განადგურების რეალური საფრთხის წინაშე, რესპუბლიკას დაუნდობელი გაკვეთილი ჩაუტარა. რომაელთა მეხსიერებაში ჩაბეჭდილი პუნიკური შიში იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ კართაგენის არსებობა მათთვის უკვე გაუსაძლისი იყო. იწყებოდა მესამე და საბოლოო პუნიკური ომი. მეორე პუნიკური ომის დასასრული.